მოცემული გვაქვს hx ფუნქციის გრაფიკი, რომელიც არის 2x კვადრატი, როგორც ხედავთ, და უნდა ავაგოთ რაღაც gx ფუნქციის გრაფიკი, რომელიც არის 2ჯერ x კვადრატს პლუს 1 მინუს 8 ფუნქციის გრაფიკი. ნუ რაც შეეხება აი ამ გრაფიკს, რომელიც არის ლურჯი ხაზით გამოსახული, ეს არის რაღაც პარაბოლური ფორმის მქონე გრაფიკი, ნებისმიერი, რომლის გარდაქმნაც შეგვიძლია ვამოძრაოთ, ისევე როგორც x ღერძის მიმართ, ასევე y ღერძის მიმართაც. და ამ ყველაფრის გარდაქმნით ჩვენ უნდა მივიღოთ ახალი gx ფუნქცია. ნუ პირველ რიგში hx-ი რომ გარდაქმნათ და მივიღოთ რაღაც gx-ი, ეს პარაბოლური ფუნქცია უნდა ემთხვეოდეს, რომ მისი გადანაცვლებით მივიღოთ ახალი ფუნქცია. მოდი პირველ რიგში დავამთხვიოთ ეს ყველაფერი. აი როგორც ხედავთ, უკვე დაემთხვა ეს ორი ფუნქცია ერთმანეთს. თუ ჩვენ მას გადავანაცვლებთ, ანუ რაღაც კომბინაციით, ისე რომ მივიღოთ ეს gx-ი, მაშინ ჩვენი ამოცანა, ასე ვთქვათ, უკვე ამოწურული იქნება. დავიწყოთ. პირველ რიგში დავიწყოთ ჰორიზონტალური გადანაცვლებით, ანუ x ღერძის მიმართ გადანაცვლებით. როგორც წინ ამოცანებში გავიგეთ, x ღერძზე მის მოძრაობას განსაზღვრავს ჰორიზონტალური წანაცვლება, ანუ შესაკრებში x აკლდება ჰორიზონტალური წანაცვლება. ანუ x ამ შემთხვევაში რა გამოაკლდებოდა? გამოაკლდებოდა -1, რადგან 2 უარყოფითი რიცხვი მოგცემს პლუს. შესაბამისად, ახალი ფუნქცია მიიღება x ღერძზე -1 ერთეულით გადანაცვლებით, ანუ გადავანაცვლოთ ეს ორი წერტილი, რაც მოგცემს მთლიანი ფუნქციის წანაცვლებას. რაც შეეხება უკვე ვერტიკალურ წანაცვლებას, ამას გვაძლევს თავისუფალი წევრი, რომელიც არის -8. ეს იმას ნიშნავს, რომ აი ამ პირველ შესაკრებს დაემატება უარყოფითი 8, მოსადამე ეს უნდა ჩავიდეს 8 ერთეულით დაბლა. ანუ ჩავწევთ ამ ყველაფერს 8 ერთეულით დაბლა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეორე წერტილიც უნდა ჩავწევთ 8 ერთეულით დაბლა, რომ მთლიანი ფუნქცია ჩავიდეს. ეს უბრალოდ არის ფუნქციის ჩამოგრძელება ქვევით და არა მისი გადანაცვლება. შესაბამისად, ესეც 8 ერთეულით ჩამოვა ქვევით და სწორედ ეს გულისხმობს h ფუნქციის ჩამოწევას, ასე ვთქვათ, ჯერ x ღერძზე -1-ით, ხოლო ქვევით უკვე y ღერძზე 8 ერთეულით დაბლა. სულ ეს არის, მოდი შევამოწმოთ ჩვენი პასუხი და ჩვენი პასუხი არის სწორი, ეს არის და ეს.